ბაღში ვარდი გაიშალა ნელა მისმა ეშხმა და ბრმავა ყველა დარარირიმ დარარირიმ დარიმ დარარირიმ დარარირირარიმ ბაღში ვარდი გაიშალა ნელა მისმა ეშხმა და ბრმავა ყველა საღამო მშვიდობის ყველას მოვედი მეგობრებო მოვედი სიმღერით მოვგუგუნდი მოვგრიავდი მოკლედ რა აბა როგორ ვართ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით დავიწყებ ახლა ჩამოვლას ყველასთან გადაზიარებას ერთი წუთით მეგობრებო ხო ახლა უნდა დავიწყო გაზიარებები გუშინ ძალიან ესე დამავიწყდა რა იყო არ ვიცი ამიტომ ახლა დანელია შენ მე მგონი აქ ხარ და აღარ გიგზავნი დავითიც დავინახე ანავარიაც ერთადერთი მეგობრებო ძალიან მინდა რომ დოჩის გადაუგზავნოთ დოჩი აქ ხარ ძალიან კარგი რომ აქ ხართ მოკლედ მეგობრებო დოჩი მინდა დოჩი მეგობრებო თუ ყავთ ვინმეს აბა თუ ყავთ ვინმეს მეგობრებო საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით აბა როგორ ჩაიარა დღე დღევანდელმა დღემ როგორ ჩაიარა მეგობრებო ჩვენ გისაძლებელია ვანთოთ დარარირიმ დარარირიმ დარამ დარარირიმ დარირარიმ დარამ დარარარამ დარარირიმ დარიმ ნარ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 ar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 
აღდგომის მადლი გფარავდეთ, ყველა წმინდანის მადლი შეგეწიოთ. აბა როგორ ვართ? ჩემი გოგო მოსულა, მაი როგორ ხარ? მაი როგორ ხარ, გოგო? მეგობრებო, თითები არ მიიმტრიოთ ეხლა. თითები არ მივიმტრიოთ, მეგობრებო, რაც მთავარია. ჩვენი ასტრაბარათები. აიმე ესენია, რასაც აკეთებენ მეგობრებო. აბა მეგობრებო, ხა გუშინდელ ლაივთან დაკავშირებით რას გვეტყვით? საღამო მშვიდობის პანტერა. მრავალს დაესწარი ჩემო კარგო, გაიხარე. აღდგომის მადლი შეგეწიოთ ყველას, ჩემო ძვირფასებო, ყველას. აი მეგობრებო. ხო. გუშინდელი ლაივი. რამდენმა ნახეთ მეგობრებო? ლაივი თუ ჩანაწერი? მეგობრებო. აი ესეა კი. ასე იყო ზუსტად. ანა მარია კაპლებით ვაწყნარე წუხელს, მეგობრებო, ისე რო იცოდეთ. ანა მარიას ვაწყნარებდი იქეთ. გაგიჟებას იყო. ოღონ მართლა. აი. ხო. ანა მარია შენ დაცვის თანამშრომლად გამოდგებოდი ისე. რო რამე იყოს, რა სიტყვა დაო? ანა მარიას იქეთ ვაწყნარებდი მერე. მეგობრებო, მე აქ ბევრ რამეს კიდევ არ ვამბობ, თორე მაგ ადამიანს ძალიან გაუვიდა თავზე. უბრალოდ აქ არ ვამბობ ყველაფერს. ძალიან გაუვიდა თავზე. ხა. ასე რომ დავიწყოთ ახლა.
დავიწყებ ახლა ანა მარიას საყვარელი დასტით. მაიმუნით. ეხლა უნდა მოვიტანო ზუსტად მაგი დასტა, მაიმუნი. კირჩხიბი სტუმრები ყავს. კირჩხიბს სტუმრები ყავს დავით. კირჩხიბის სტუმრიანობა აქვს. ანა მარია, შენი საყვარელი დასტა მოვიტანე. შენ რო გიყვარს იგი აქ. მეგობრებო. რა ზოდიაქოების წერა დაიწყეთ. საღამო მშვიდობის მერიემ, როგორ ხარ? მეგობრებო, რა კარგია თქვენთან ყოფნა, უბრალოდ აი არ ვიცი, ჩემი გადასახეთიდან ეხლა თქვენ რო უყურებდეთ ხან ყველაფერს. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებდით. მადლობა ყველას ამისთვის. დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით. თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა დღევანდელი. ისე არავის არაფერს არ ეუბნებით. ისე გვიშინდელი ლაივი დამთავრებული არ ქონდა მეგობრებო და ამიხდა. წამებში ამიხდა. ხო დაინახეთ. გუშინდელი ლაივი დამთავრებული არ მქონდა და აი დედას გეფიცებით სიტყვით ახდა და თქვენს თვალწინ. ხა, აგერ 53 ადამიანი უსმენდა ამ ყველაფერს გუშინ. ხა, ეს ხართ თქვენ. არავის არაფერს არ ეუბნებით. ყველაფერი დაცულია, წესები დაცულია, კანონი დაცულია, საზღვრები დაცულია, პირი დამუწულია, კბილი დაჭერილია, დამთავრებულია. ხო, მეგობრებო? ეს თქვენ ხართ. თქვენი ენერგიებია. არა, ეს თქვენი ენერგიებია. არ თქვა არაფერი, არ თქვა მეუბნებით. ჩემი ამბავი აქ არ მოყვეო, ამბობთ მეგობრებო. რა გავაკეთა? რა არის ისეთი, რასაც მალავთ? რაღაცას მიმალავთ, ხო? არა, მე რისია და რისი იმპერია ვარ ახლა, აქ თუ ვერ გამოვი, აქ თუ ვერ ამოვქეკი ახლა, და ამოვქეკო რას მიმალავთ. ხო, მოუყვე უნდა. მარტო იმის მოძღურული ამბებს კი არ ყვები აქ მე, თქვენს ამბავსაც მოყვები, მეგობრებო. არ გეწყინოთ. ხო. მე მაინტერესებს უბრალოდ რას მიმალავთ. ძალიან მაინტერესებს. რა ენერგიებში ხართ დღეს? ჩუმად ხართ. ხო, თან გაბრაზებული ამბობ, სულ არ თქვა. პარტნიორი ხო, მეგობრებო? პარტნიორს მალავთ, ხო? ხო. მოძღურული, ხო. ასია კი, მეგობრებო, ასია. სიყვარულის დღე, გინდოდათ ხო? ესეთ ენერგიებში ყავით დღეს, გინდოდათ ხო, მეგობრებო? ნახეთ თქვენთან, თან კონკრეტულად ელოდებოდით ამ ყველაფერს, კონკრეტულად აკონტროლებდით სოციალებში, კონკრეტული კონტროლი გქონდათ, მაგრამ ამ ყველაფერს ჩუმად აკეთებდით. თქვენი დღევანდელი ენერგიები, მეგობრებო, დოჩი არ გყავს დღეს. ლიკა აქ ხარ? ლიკა. დღეს მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი აი რაღაც ჭრილობებს იშუშებდით, წარსული ფიქრებიდან თითქოს შეიძლება ყავას სვავდით, ან ჩაის და აი რაღაცნაირად ფიქრობდით გავლილ ცხოვრებაზე, შეიძლება ესეც იყო. ეს შეიძლება უბრალოდ რაღაც მოკლე პერიოდით მოხდა, მაგრამ აი ნახეთ ჩაის დალევა და ზაბივჩივნა სრანი ნაკაპლენი. თითქოს რაღაც ტკივილებს იშუშებდით, ან ზოგადად შეიძლება გიყვართ ყავის ან ჩაის დალევის დროს ფიქრი წარსულზე. ხო, შეიძლება ესეც იყოს. ხო, თქვენი დღევანდელი ენერგიები. ბევრი თქვენთაგანი დღეს ბავშვივით იყო. ბავშვივით ქმედებები გქონდათ, აი შინაგანი ბავშვი გააღვიძეთ. ხო, რაღაცა ასიამოვნეთ საკუთარ თავს. საღამო მშვიდობის ლიკა. ლიკა, თუ შეგიძლია დოჩი მოიწვიო, დოჩისთან დამავიწყდა, მეგობრებო, მიწერა.
რავი, არ ამიშავს. ხო, დღეს რაღაცა საფუძველი ჩაუყარეთ, მეგობრებო. დღეს თითქოს რაღაც გააღვივეთ, გააღვიძეთ, თითქოს რაღაცის ხალისი მოგეცათ, თითქოს რაღაცა სურვილები. ნახეთ გამოდა, თითქოს სიყვარული, თითქოს ურთიერთობაც მოგინდათ. ხო, რაღაც იყო დღეს კი. სიყვარულის ისტორია იყო ვიღაცასთან დღეს უეჭველი, მეგობრებო. შენ არ შეგიძლია ჩემს მესიჯებში რო გადახვიდე? ზოგადად თუ ხდება ესეთი რამე. ქართულად უნდა ჩაწერო დოჩი, ესე უწერია მე მგონი. არ არის იბოდიში. ქართულად ჩაწერე დოჩი. ხო, დღეს ბევრს გქონდათ ესეთი ენერგიები, სიყვარულის ენერგიები, მეგობრებო. მაგრამ ვისთან იყო გამოვიღვიძე და ეს იყო სიზმარიო. არ ვიცი ვისთან, აი ერთეულებთან, ძალიან ერთეულებთან შეიძლება ესეც იყო. კაი, არაუშავს, კარგი. ხო, ვიღაცასთან შეიძლება ესე იყო. გამომეღვიძა და ეს იყო სიზმარიო. რაღაცა სიზმარი. ვიღაცამ შეიძლება კარგი სიზმარი ნახეთ, მეგობრებო. ესეც არაა გამორიცხული. ვიღაცა შეიძლება თქვენი პარტნიორი დაგესიზმართ და ამ ყველაფერს არავის არ უყვებით. გამოგეღვიძათ, მეგობრებო, სიზმარში იყავით ერთად, სიახლოვეს გრძნობდით, ერთად იყავით, მაგრამ მერე უცებ მიხვდით, რომ ეს იყო სიზმარი. ხო, რა ვქნა, მეგობრებო, ეს იყო სიზმარი, მაგრამ ტრანსფორმაციაში ხართ, მეგობრებო. თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში. აუგოწეგლია. თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში, მეგობრებო, და ეს ყველაფერი ხდება ამიტომ. ეს გაურკვევლობა, ეს რაღაც შეფერხებები, რაღაც არეულობა. ხა, რატო ხარ ცუდად, კაცო? ძეგლის აგება რა თუნდა ცოცხალ ადამიანს, ანავარია. ხა. ბევრი თქვენთაგანი ზირგული მითქმა მოთქმა იყო. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ადამიანების ჩარევები იყო, ამბის მიტან-მოტანები იყო. ხა. მეგობრებო, ხო არ ჭედავს ჩემი ინტერნეტი? მეგობრებო, ჩემი ინტერნეტი ხო არ ჭედავს? ისმის ჩემი ხმა? არ ჭედავს. არ ჭედავს თუ არ ისმის? ზოგი არ ასწერს, ზოგი კი ისწერს. არაუშავს იუზერ, ზუსტად მასე დამმართა მე ოჯახმა, ბოლოში მიტანილი საბუთები გამიფუჭეს და დავტოვეს სამსახური. მეგობრებო, არის ნერვიულო. ზუსტად მაგი დამმართეს მე. აი ზუსტად დედას გეფიცებით და ამიტომ დავტოვეს სამსახური. არის ნერვიულო. ესეც იციან კი, ესეთებიც იციან. სამაგიეროდ წამოვედი იქედან და აგერ მეორე ოჯახმა გამიკეთა საბუთები თავისით თან, მეგობრებო. მე არც მithოვია, არც მithქვია, არც მიხსენებია ზოგადად. უბრალოდ სახელბასო ბარათი არ მქონდა და ეს მათთვის პრობლემაა. მე რო უთხარი ვერ ვაკეთებ სახელბასო ბარათს, იმიტომ რომ არ მაქვს საბუთი, არ მაქვს ჩაწერა მეთქი, წავიდნენ და თავისით გამიკეთეს. ხა, არა უშავს, მე დავტოვე. თავის ჭაობში დავტოვე. ანა მარია მევიდა. აი უბედური. ტიჟოლაე პალაჟენიაკ. ანა მარია. ხა. ეს ადამიანი ფიგურირებს თქვენ ცხოვრებაში. ფიგურირებს ისე რომ ტიჟოლაე პალაჟენიაკს. ანა მარია შენ რო იცი ზუსტად იმ სიტყვას ვამბობ, ხა ტიჟოლაე პალაჟენიე. ნახეთ რანაირი გამომეტყველება, აი მეცინება, ამ ფოტოზე მეცინება.
ადამიანი არის მოსიკვდილებული, მომჩვარული, მონიორწყალებული, წყალში დამრჩვალი კატასავითაა მეგობრებო. ხო. რა ვთქვა კიდე? აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეიძლება ესეთი იყოს ბევრთან. ხშირბეწვიანი, წერულაშიანი, თმა შეუჭრელი. ხა. ეხლა ისეთი სიტუაცია აქვს ამ ადამიანს, მოვლის თავიც არ აქვს, მოვლის ტრაგიც არ აქვს. ხა ნუ რა ვქნა? ბოლტრივოგა, ხო? ბოლო არ წაგიკითხია დისკომფორტი. ხა. თვალებით იკულება, ხო? დატკალი. ხა. რა ქნას? რა უკოლა აქვია ამას? დააწიწკნი არა, დააპუტე. მეგობრებო. მოკლედ თქვენ როგორ ხართ, იცით მეგობრებო? თითქოს ეს ადამიანი კი ფიგურირებს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აი ნახეთ დავეწყო უკვე. ხედავთ ხო? ხო. ეს ადამიანი ფიგურირებს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ნახეთ ახლა მეგობრებო, იქედანაც, აქედანაც ცეცხლშია. თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ახლა რას ვამბობ მე? მე ვერ ხვდები, მაგრამ თქვენ მიხვდებით. ხო. იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში ფიგურირებს ეს ადამიანი, თქვენს ენერგეტიკაში ფიგურირებს. აქედანაც დაგწვათ ამ ადამიანმა და იქედანაც. ცეცხლი გაგიკიდათ მეგობრებო, მაგრამ საქმე რაშია იცით? თვითონ იწვის ამ ცეცხლში აი საწოდავი. ამაშია საქმე. ორ ცეცხლშუა დატოვეთ. ხო. აი ზუსტად, ნანა. ორ ცეცხლშუა ყავთ დატოვებული აი უბედური. უასოზე აქვს ყველაფერი. უბედობა, უტვინობა, უფულობა, უკალობა, უამბიციობა. რა კაია. ხო. თქვენი ენერგიები კონკრეტულად დატოვებული ყავთ ასე. ხო ეკუთვნის. თქვენი ენერგიები. თქვენ ხართ სამაგიეროდ მოზღვავებული ენერგიით. ავოიექვია ამას. ხო, სამაგიეროდ თქვენ ხართ მოზღვავებული. ეს ენერგია სად წაიღოთ არ იცით. ვიღაცა წერს, ვიღაცა ხატავს, ვიღაცა ქსოვს, ვიღაცა კერავს, ვიღაცა აწყობს, ვიღაცა რაღაცას ხო, აი რაღაცას წერთ. შეიძლება აფირმაციებს აკეთებთ, შეიძლება 24 საათი რაღაცას ხელებით აკეთებთ. ხო. რაღაცას აკეთებთ ხელებით, მეგობრებო. სათვალეებით. ხო. ვიღაცას აქვს თხელი ტუჩები. ესეთი ხშირი წარბები. სათვალებს ატარებთ, კი ბატონო. გრძელი პირის სახითაა ბევრი. რაღაცა განსხვავებულად იცით კალამის დაკავება, რომელი ხართ მეგობრებო? ხო. მეგობრებო, რომელი იკავებთ კალამს განსხვავებულად. აი ეს ჩვენ რო ვიკავებთ ისე არა, სხვანაირად იკავებთ პასტას ხელში კალამს. ხო. რაღაცნაირად იკავებთ. აი ესე წესი და კანონი როა, წესი როა ისე არა. აი რაღაცნაირად იკავებთ. რატო? აი ნახეთ? ხო, ეხლა შევამჩნიე. კიდევ თქვენი ენერგიები კონკრეტული. შეიძლება ზოგადად ვიყვართ კონკრეტიკის შეტანა რაღაცებში საქმიანობაში. თუმცა შეიძლება კიდევ мотиваციაც მიცეთ ადამიანს. რა ზიტიანიაო. თქვენ ხართ ეს, თქვენზე ვლაპარაკობ, მეგობრებო. ხო, თქვენზე ვსაუბრობ. ქვიში საათი, რაღაცის დრო იწურება, რაღაცის დრო ცოტა გაქვთ დარჩენილი. ხო, შენზე ვსაუბრობ. თქვენს ენერგიას ვკითხულობ, ხალხო. რა დაგემართა, გოგო?
ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია ჩემო კარგო. არ უნდა დაგელია. ხო, აი ხო გეუბნები. ძილის დრო გაქვს. ჩემო პატარა. ჩემო ცუცქნა გოგო, ძილის დრო გაქვს. გოგო. დროა? ძილის დრო გაქვს მეთქი. და ქვიში საათი. მეგობრებო, 5 წუთი და გეიქეცი ლოგინში. მეგობრებო, კი, ბევრი დაღლილები ხართ, კი. ბევრი ნათვალები ხართ, გათვალულები ხართ. რაღაცნაირად დანელიას ვერ ხედავ დღეს. რა დაემართა ამ ხალხს? მოვდივარო, წეგან მომაძახადა. დანელია, სად ხარ, გოგო? დანელია, სული დაგელია? მოვდივარო რა. შვიდ საათზე არა და მანო 7 საათზე არა, მაგრამ დილის 7:30-დან ფეხზე ვდგავარ, მეგობრებო. ოღონდ მართლა. დილის 7:30-დან ფეხზე ვდგავარ, მეგობრებო. მოკლედ ესეთი იყო თქვენი ენერგიები ჩემო ძვირფასებო, რაღაცნაირი, მაგრამ კი დანელია გამოსალოცია. დანელიას დღეს შვილის დაბადების დღე ქონდა, მეგობრებო. მოვალო ასე თქვა და არ ვიცი. მეუთხარი საკლასო ოთახში მოსვლა არ დააგვიანო მეთქი და საღამო მშვიდობის ყველას. მეგობრებო, ეხლა ჩაიფიქრეთ პარტნიორი და ხო, ხაშია, ჩემთან ყოველ დილით ხაშია. ისეთ ცუდად ვიღვიძებ დილით, მეგობრებო, თან ბუდილნიკი მაქვს დაყენებული და ეს ტელეფონი ამ ჩემ დიდ საწოლზე მიდეს, თავთან მიდეს, მეგობრებო და ვაიმე დილის რა დარეკავს. 7:30-ზე. ვინც დააგვიანებს კუთხეში? მორგანა, საღამო მშვიდობის. მოკლედ, ჩაიფიქრეთ ეხლა პარტნიორი. ხა. ჩაიფიქრეთ პარტნიორი, მეგობრებო. და ეხლა მინდა მასე აი ესე ამოვიყო. ესე უნდა გავყვე ეხლა, რაც ამოვა, ისე ამოვა. ესე უნდა გავყვე ეხლა. აი ესე. იყვეს აქ. დავიწყებ ეხლა თქვენი პარტნიორის ენერგიები. ენერგიაზეა დღეს. მე მინდა გითხრათ. თითქოს ამ ადამიანს რაღაც თავისუფლება ქონდა დღეს, თავისუფალი ენერგია ქონდა, თავისუფლებით შეიძლება გადაადგილდებოდა. ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს კიდევ რაღაც დაგროვებული ფინანსები, სიმდიდრე ქონდეს, ხო, ქონდეს ეს ფუფუნების საგნები. შეიძლება ესეთი იყოს კი, ძალიან ისეთი შემდგარი ადამიანი იყოს კიდევ, მისი ენერგიები. ოხ, მისი ჭირი მე. ეს ადამიანი ახლა თქვენგან წასულია ზურგშექცევით. ამ ადამიანს ტრანსფორმაცია აქვს. ესე მოუკაკუნა ტრანსფორმაცია და მოაჯინა თავის კამზე რო იტყვიან. ხა, მისი ენერგიები. ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ყოფს ხვირს. ამიტომ არ აქვს სრულყოფილება. კონკრეტულად გაკონტროლებთ ეს ადამიანის სოციქსერებში. გააქრო არ იფიქრო რომ სადმე გამქრალია გერა. ეს ადამიანი ძალიან ბევრს გიხსენებთ. იხვევს. ჩაიხვია მეგობრებო, ჩაიხვია მეგობრებო. ხო გეუბნებით, რაღაც ამბებს აგროვებს, ჭორებს აგროვებს. ვაიმე მეგობრებო დამეწყო. ძალიან ბევრი ენის მითქმა მოთქმა ხდება ეხლა მასთან თუ ვისთან არ ვიცი, მაგრამ ის ირგვლივ. კი, თითქოს იცით როგორაა ეს ადამიანი. აი რა ვქნა მეგობრებო, აქაც ესენი ამოვიდა. რაც თქვენთან. ძალიან ცუდათაა. წეღა ხო ვთქვით 2 ცეცხლ შუა დატოვეთ და იწვის ვაბატონო. მეგობრებო, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, მართლაც 2 ცეცხლ შუა იწვის. ზუსტად ეს ამოვიდა თქვენს ენერგიებში და აქაც ეს ამოვიდა. საცოდავათაა, უბედური მისი დღე.
არ გეგონოთ კარგად. წყალში ვდგევარ და ცეცხლი მიგიდია. მოჩქარეს მოუგვიანდესო. დაბერდა ეს ადამიანი და ვერ ხდება რა გააკეთოს. მეგობრებო, მოჩქარეს მოუგვიანდება მოსვლა თქვენთან. აგვიანებს ეს ადამიანი, ხო, მეგობრებო, დაგაბერათ ამასობაში, სტარას, სიბერე მოგაკითხათ და ეს ადამიანი კიდევ ჯერ არ მოსულა თქვენთან. უბედური მისი დღე კი. უბედური მისი დღე, მეგობრებო. რაღაც უნდა მოვიცვა. იცით, ეხლა თქვენ, მე უნდა მოვიცვა რაღაცა, თორე შემცირდა. უბედური მისი დღე, მეგობრებო. ავქნათ, მეგობრებო. ცუდად რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ ვერაფერი. კიდევ მისი ენერგიები. უყვარს. დაიღალა უკვე, სიყვარულით დაიღალა, ლოდინით დაიღალა. ხო, დაიღალა რაღაცით, რითი დაიღალა, არ ვიცი, რითი დაიღალა შესაძადა. ხო, დაბერდა მეთქი გეუბნები. ფეხს არ მოუჩქარებს ეს ადამიანი და მისი ბრალია რომ დაიღალა. დაიღალა ტოქსიკური საქციელებით, დაიღალა თითქოს რაღაცას ვიღაცის, აი, იცით მეგობრებო, ამ ადამიანს რა უყვარს ახლა გეტყვით. ვაი, ვეცუდათ ვარ. ამ ადამიანს უყვარს რა? პრატივარეჩიე, საწინააღმდეგოთ მოქცევები, საწინააღმდეგო აზროვნება, საწინააღმდეგო საქციელები. ამ ადამიანს უყვარს აი, თითქოს ვიღაცას შეგადარებს, ნახე იმან ასე გააკეთა, იგენი ურთიერთობაში რა მაგრად არიან და შენ ხო, აი, ხო ხდებით? ხო ხდებით, ეხლა რასაც გულისხმობ. ხო, შედარებას აკეთებს სხვასთან, თორე თითო რო აშავებს, იმას კი არ იტყვის. სხვას ადარებს თქვენს ურთიერთობას. თითქოს ნახე იმას იმის ცოლი როგორ უჯერებს. ნახე იმას იმის პარტნიორი როგორ უჯერებს. ნახე იმის შეყვარებული რა კარგია გოგო ან რა კარგი ბიჭია. ლენჩი რას ქვია, ხო იცით? აგერა ლენჩი. უბედური მისი დღე. ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს არ დაადანაშაულებს, მეგობრებო. გამორიცხეთ. სუჟძენია სრავლენიე. ეხლა რუსული მიციცით მიხვდებით, ხო? ესეთია. ოღონდ სხვისი, მისი არა, სხვისი. და თქვენი, მისი არა ოღონდ. ოღონდ მისი არა და ვისიც გინდა იმის. ხო. შეიძლება აწარმოებდეს ბევრ მოლაპარაკებებს. ამ მოლაპარაკებების დროს ეს ადამიანი შეიძლება აჩვენებდეს აი ესეთ ძალიან ისეთ მომღიმარს და ბედნიერს, წარმატებულს, შემდგარს და ვაიმე ისეთ ადამიანს, თვალსაჩინო ადამიანს, საცოდავი მისი დღე. ყოვლის შემძლე, ყოვლის მცოდნე, ლენჩი. ხო, თქვენ თუ აღარ დაპატიჟებთ ეს ადამიანი მასია სალო. წასულია უკვე თქვენგან. ხო, მისი ენერგიები. მისი ენერგიები, არა. არა, მისი ენერგიები. რაფერს არ უნდა უნდოდეს, რანაირადაც არ უნდა ეცადოს. მისი ენერგიები არის უარყოფითი. აი თქვენ ხართ მისი ენერგია. სად ხარ, გოგო? დაგაყენებ კარებთან ახლა, კუთხეში. მოკლედ ეს ადამიანი, მეგობრებო, სამყაროდან გადის გამოცდას, გამოცდა უნდა ჩააბაროს. ამ ადამიანმა ეს ადამიანი ახლა გამოცდას გადის სამყაროდან. ხო. რომელია კარგი გვარი, დანელია, ხო? ლაივი უფასო გვაქვს. მაგრამ კითხვების გარეშე გვაქვს. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლიათ დარჩე და მოусმინო, თუ არა და შენინება, ჩემო კარგო. ეს ადამიანი ფიქრობს, ახლა ეს გამოცდა როგორ გაიაროს, რაიმე ხო არ შეეშლება.
ლენჩიაშვილიო დაწერა ანა მარიამ. უი, რას ამბობ? ლენჩიაშვილიაო, ახლა წავიკითხე. ნუ რა ვქნათ ეხლა? მეცოდება იმიტომ რომ ვიცი გვიან მოვა და გული ეთკინებაო. ეხლა შენ გულის ტკივილზე უნდა იფიქრო ჩემო კარგო. ხა. მეტი მაუსია. ეს ადამიანი ფიქრობს რომ მიუწვდომელი მძე ხართ მისთვის. მიუწვდომელი ოცნება ხართ მისთვის. ამას ფიქრობს. აი საცოდავი ნახეთ რას ფიქრობს. არა და სულ არ ხართ მიუწვდომელი. თავისში ტვინი აქვს მიუწვდომელი ამ ადამიანს. მეტი აფერი მეგობრებო. ხა. ვინ გეცოდებათ მეგობრებო? ეს ადამიანია შესაძლებელი? რას ლაპარაკობთ? საკუთარი თავი შეიცოდეთ მეგობრებო. და სარკისին ხშირად დადეკით და უთხარით, რომ გული არასოდეს არ ატკინათ. რას ლაპარაკობთ? ლენჩიაშვილი არაა შესაძლებელი. ამას აქ ტვინი მიუწვდომელი. ხა. ეს ადამიანი სულ გხედავთ მომღიმარს. თქვენი თითოეული ღიმილი მეგობრებო, ამისთვის დანის დასობაა იცოდეთ. ამიტომ ხშირად გაიღიმეთ, თუ გინდათ რომ ამ ადამიანს სამაგერო დაუბრუნოთ, თქვენ უნდა იყოთ ბედნიერები. ხა. აი ესაა თქვენი დავალება. მარიამ ალექსანდრე. აი ხშირად სადმე ახლოს უნდა იყო ჩემთან. ჩემთან უნდა იყო ახლოს. ხო, 1-2 დღე მაინც. მეტი თუ არა. იმნაირად მოგმართავდი, ჩემო კარგო, რომ მაგას აღარ იტყოდი. ერთია რომ ადამიანისთვის ცუდი არ გინდა და არ გემეტება, მაგრამ საკუთარი თავი რომ უნდა შეიცოდო, პირველი ეს მეორე. ჯერ პირველი საკუთარი თავი უნდა შეიცოდო და მეორეა ის რომ ვიცი რომ ცუდი არ გინდა ადამიანისთვის. მასწავლებელი არა, ლექტორი ვარ მე. უდიპლომო ლექტორი ვარ. ხა. დიპლომი არ მაქვს. ხა. ასე რომ ჩემო კარგო. მაგია რა თქმა უნდა, ცუდი არც ჩვენ არ გვინდა არავისთვის. ცუდი არც ჩვენ არ გვინდა არავისთვის, მაგრამ ყველაზე პირველი საკუთარი თავი მეცოდება. ვინმე შეგიცოდა? აბა დამისახელი ერთი ადამიანი ვინმე თუ შეგიცოდა. რა თქმა უნდა. უჯიკო უნდა, ხო? მე უჯიკებ. ადამიანი ფანტაზიებშია. ბნელ ოთახში დაიკარგა. კარები საითა არ იცის. რომელ კარებს მიაკითხოს? ამიდან რას უნდა ელოდე? უბედური ამის დღეი. გასაქცევს ეძებს. ნახეთ რა აწერია უბრალოდ. ხა, მისი ენერგიები. მოდი ამ მოედანზე ცეცხლი დავანთოთ დეუსაო. და ეს ნაიარევი ჭრილობები მოვიშუშოთ ერთად. მოგეწონათ? ლენჩი. ხა. მეგობრებო, საკუთარი თავი, ადამიანი როდესაც არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი. სხვანაირად არ გამოგივათ სიცოცხლე. ცხოვრებას ვერ გააგრძელებთ სხვანაირად. გამორიცხულია. ხა. დაახვევიეთ სხვა მხრივ დაახვევიეთ სხვა მხრივ ადამიანს. ასე რომ
ვიღაცამ ამიფეთქა ტელეფონი. ვიღაცამ ამიფეთქა ტელეფონი, არ ვიცი ვინაა. მოკლედ, ჩემო დედოფასებო, ამ ადამიანს ხო, ვის საით ვახვევი, ვიგებენო, ვეღარ იგებენო. ვიცი შენ რო არ ხარ, ვიღაცამ წერს. მეგობრებო, ეს ადამიანი სხვათა შორის შეიძლება იყოს თქვენი დიდი ხნის მეგობარი. შეიძლება ბავშვობიდანაც იცნობდეთ ამ ადამიანს. ხო, თითქოს ბავშვობიდან ერთად მოდიხართ, ან დიდი ხანი იყავით ერთად. შეიძლება არც მაგი იყოს მნიშვნელოვანი, რამდენი ხანი ხართ ერთად. უბრალოდ ერთად ის დრო რაც გაქვთ გატარებული, ძალიან კარგად იგონებს. ამ ყველაფერს ძალიან კარგად იგონებს და კარგად ახსოვს ეს ყველაფერი. ხო. ძალიან კარგად ახსოვს მას. ამიტომ ხო, ნახეთ? როგორ ამბობს, რომ ერთ დღეს მე გავბედავ, რომ შენთან მოვიდეო. ანუ მოვიკრიბავ ძალას, მოვიკრიბავ გამბედაობას და ერთ ბედნიერ დღეს, ასე ამბობს, ნახეთ, როგორ ამბობს. ერთ ბედნიერ დღეს მე მოვალ შენთანო. გამბედაობი თუ ამბობს. ესეთია მისი ენერგიები კი. ნახეთ რა ცუდათაა. განგაშია ქატეხილი ამ საცოდას. ხო, და კარტიც ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. ეხლა ყველაფერს მაგრამ ცუდათაა მეგობრებო. ასე რომ ესეთი იყო მისი ენერგიები. ეხლა ამას თუ გავაგზავნებთ, ჩვენ დილამდე ვილაპარაკებთ. ოღო ბუნდურაო თუ ბუდუნდურაა. მეგობრებო, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. დედა სასწაული. არა. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. გამორიცხულია, მე აქ ვინმეს კითხვაზე პასუხო. მეგობრებო, კიდე ბევრი მწერთ. ერთ შეკითხვიანიო ლაივი, ერთ შეკითხვიანი, ორ შეკითხვიანი, რამდენადო. არ მაქვს ერთ კითხვიანი, ორ კითხვიანი გაშლები არ მაქვს. მაქვს სრული გაშლა. მეტი არა. სხვანაირად მე არ მუშაობ. ერთი კითხვა, ორი კითხვა, ხუთი კითხვა არა, არ მაქვს. ხო. დავიწყოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, ხომ არ მეტყვით? რა დავიწყოთ? რა დავიწყოთ, მეგობრებო? არა, ზოგადად ვამბობ. ბევრი მეკითხება მეთქინ. ხო. მოდი ესე ვქნათ. რისი თქმა სურს და ვერ გეუბნებათ? რისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს? რისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს და ვერ გეუბნებათ? რა არის ის, რასაც ვერ გეუბნებათ? ნახოთ ეხლა მეგობრებო. კითხვებზე პასუხები არ მაქვს. კითხვა პასუხის გარეშე. ლიკო ხშირად აპინეგი, კითხვა პასუხის გარეშე, გეხვეწები. კიდე იმეორებს.
ადამიანო, არ გესმის? ნეიმ, არ გესმის? სასწაული თუ გინდოდეს? წერა იცი და კითხვა არ იცი, ჩემო კარგო? არა, გოგო, აი გავგიჟდები ხოლმე ესეთ რაღაცეებზე. რისი თქმა უნდა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს მეგობრებო. ეხლა დავიწყოთ. სადაა ძაღლის თავი დამარხული, ეხლა ნახავთ. ხო ყავთ ჩაფიქრებული მეგობრებო ადამიანი. რისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს? ოჯახი უნდა. ფინანსები უნდა, ხავი და ბარაკა უნდა, რისი თქმა სურს? პასუხისმგებლობა უნდა. სასწაული, ამას გიმალავდათ? დაუხატე დანელია. რისი თქმა სურს ამ ადამიანს? ერთია ის რომ უნდა, მაგრამ უყურეთ ეხლა მეორეა აქ მეგობრებო, აქ ეხლა მეორე ამბავია აქ. იქნებ ეს ადამიანი უკვე პასუხისმგებლობაშია, ოჯახი ყავს. კარგად ცხოვრობს. ყველა ვარიანტში ფინანსები აქვს ამ ადამიანს თავისი დაგროვებული ნაკაპლენიე რო იტყვიან, ჟიზნენი ნაკაპლენი, ცხოვრებისეული დაგროვებული რაღაცა აქვს ამ ადამიანს, მეგობრებო. ეს ღარიბი ადამიანი არაა, ეს შეძლებული ოჯახის შვილია, რო ვთქვათ, აი ესე ბჭყალებში. ხო. ეს ადამიანი პასუხისმგებელია იქ, სადაც არის. ლიდერია. ეს შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ბაბუა, თავისი მიღწევები აქვს. ამ ადამიანს ავტორიტეტობა აქვს იქ, სადაც არის. და ეს კიდევ იგულისხმება ოჯახის ადამიანად. კიდევ ისი თქმა სურს, შეიძლება ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, თქვენ იქნებ არიცით. ეხლა ყველასთან არა, მეგობრებო, საჯაროა და თითეული სიტყვა გულთან არ მივიტანოთ. ჩემს საუბარს ავტორი მიხვდება. ხო, ეხლა ძალიან ბევრი მსმენელი ხართ, 46 ადამიანი მისმენს ეხლა, ამიტომ თქვენი სიტუაცია აიღეთ, დანარჩენი გაუშვით. ამიტომ მეგობრებო, ნახეთ ეხლა. ამ ადამიანს ძალიან რთული სიტუაციები აქვს ეხლა. ხო, რას არ გეუბნებათ და ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, რომ აქვს ძალიან რთული სიტუაციები. ხო. აქ არის მაგიაც, მეგობრებო. აქ არის მაგიური ჩარევებიც. შეიძლება ეს ადამიანი იქ, სადაც არის. პასუხისმგებელი, ხო? ეს პასუხისმგებლობა ნებაყოფლობით კი არაა, მაგიებით არის მეგობრებო. ნახეთ, რამდენი ვარიანტი თქვა, დასტა. ხო. კიდევ რისი თქმა სურს ადამიანს? აი ხო გეუბნებით, აქაც იგივეს იმეორებს. ეს ადამიანი წარსულს იხსენებს, ბავშვობას იხსენებს, მოგონებებშია, მეგობრებო. ის რაც აღარ აქვს, ის რაც დიდ ჭრილობად ექცა, ის რაც ნოსტალგიათ აქვს. ამ ადამიანს ძალიან ენატრება მეგობრობა, ბავშვობა, ურთიერთობა. ნახეთ უბრალოდ. ხედავთ ხო? მეგობრებო. ხო. ენატრება ეს ყველაფერი. და რა ქნას ახლა ენატრება? ამას არ გეუბნებათ, თქმა უნდა, მაგრამ ვერ გეუბნებათ. მისი ჭირიმე. აი ეს ახლა ამის გარეშე როგორ შეიძლებოდა? ეს ადამიანი კამათობს. ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს. თუ არიციან ნიშანდობლივად თქვენი სახელი, იციან რომ ვიღაც არის მის ცხოვრებაში და ეს ვიღაც თქვენ ხართ. ამიტომ ამის გამო კამათობენ. აქ ეჭვიანობას აქვს ადგილი. რატო? გადი და შემოდი. არაფერი არ დააშავე, იცის ასე ხანდახან.
აი ესე. არა, ჯერ სიტყვას დააკვირდით, რას წერდა მეგობრებო. ხო. გაშლა საჯაროაო, არაა პასუხი. კითხვა იყო არასწორად დასმული. საღადაოდ დასმული, აგდებული დასმული იყო კითხვა. იმიტომ მივამუთე. ჯერ ადამიანმა მოგვესალმე. სხვა თუ არაფერი. მოკლედ ეს ადამიანი თქვენ გამოკამათოს მეგობრებო. ძალიან დიდი მესაკუთრეა. ართმობს თავის წილს არაფერს ართმობს ეს ადამიანი. მიხვდი ხო ანა მარია? ანა მარია, მიხვდი ხო? ხო, მაიარა და მეორე, მაგი იყო ზუსტად. ხო. ამ ადამიანს თავიდან უნდა თქვენთან ურთიერთობის დაწყება, მაგრამ ვერ მივართვი. ბიჭი არა იგი და ვერ მივართვი მეგობრებო. არ ვიცი რამდენი აქვს და 90. თავისი სიჯუტე, ასეთი ადამიანების სიჯუტე ბოდიაგებ და ყველას ფეხებზე კიდია მეგობრებო. კარგით რა. სიჯუტით და ესეთი საქციელით ვერავისთან ვერაფერს ვერ გავა. ხო. რანაირი საქცე ბავშვიც არ მოიქცევა ესე. ჩემი შვილიშვილი არ მოიქცევა ესე. რა უბედურებაა კაცო, რომელი საუკუნეა რა ძალდატანებაზეა საქმე, რა დაძალებაზეა საქმე, ვერ გავიგე. ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება, კი, თვითონ ამბობს არ დაგთმობო, მაგრამ ვერ ვიმისისა მეგობრებო, რა ვიცი. თავიდან უნდა დაწყება ურთიერთობის. ეხლა ვისთანაც გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ მეგობრებო და ეს ადამიანი თითქოს და თქვენგან იმალება ან გაგირბოდათ ან ჩაკეტილი იყო, ხა მიზეზებს არ ჩამოთვლი, ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ. ანუ ურთიერთობაში არ იყო აუცილებლად გამოვა ურთიერთობაში, გამოვა ამ ჩაკეტილობიდან, ამ ბარიერებიდან გამოვა მეგობრებო. ვისაც სურვილი გაქვთ და ელოდებით იმ ადამიანებზე ვსაუბრობ. მე არავის არ ველოდები აბა. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც სურვილი გაქვთ და გაურკვევლობა გაქვთ, რომ რატო არ მოდის, აი რატო ისე და რატო ესე და არ ვიცი რამდენ ხანში მეგობრებო. თუ მეტყვის დასტა, აუცილებლად ვიტყვი. ვისი თქმა სურს, მოსვლა უნდა თქვენთან. მოახლოება უნდა თქვენთან, ურთიერთობის თავიდან დაწყება უნდა თქვენთან. აი ემოცია აქვს, სიყვარული აქვს, მოვა მანქანით, მოვა ტრანსპორტით, მოვა თვითფრინავით, ვირით, არ ვიცი რითი მოვა მეგობრებო. კაცო, ვინ ეკავს ახლა? არ მცალია ადამიანებო, არ მცალია. აუ, გაგიჟდები რა. აი მე მესამე დღეა დაბლოკე და თუ გინდა მილიონი საიტი დაუბლოკე და მილიონი ნომერი დაუბლოკე მეგობრებო. გამორიცხეთ ეს ყველაფერი. აი ეს მსჯელობა ამოიღეთ გონებიდან. დაუბლოკე და როგორ? მაინც მოგწერთ. მილიონს გააკეთებს და მაინც მოგწერთ. ხო. ახალ გზებს მოძებნის, ახალ შანსებს მოძებნის, ახალ ნომერს იყიდის, ახალ აკაუნტს გააკეთებს. მეგობრებო, ნებისმიერ მის აქციელს ელოდეთ. თუ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, არის ისეთი რამე, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ იმის გამკეთებელია, აი წარმოიდგინეთ, რომ იმასაც გააკეთებს. ხო. ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფრის გამკეთებელია, აბსოლუტურად ყველაფრის გამკეთებელია. ეს ადამიანი თავს ასე ადვილად არ დაგანებებთ, თუ ვინმეს გინდათ. ხა, იცოდეთ რომ ყველაფრის გამკეთებელია, ყველაფრისთვის მზად იყავით. დაცქვიტეთ ყურები.
დაძაბეთ გონება, ყველაფერს ელოდეთ. ვისი თქმა უნდა, აი ამის. რო არ დაგთქმოფო, რო საერთოდ არ დაგთქმოფო, მეგობრებო. საერთოდ არ დაგთქმოფო ამბობს. ვისი თქმა სურს ადამიანს, ვისი თქმა სურს ადამიანს. ქორწილი უნდა, ნიშნობა უნდა, ურთიერთობა უნდა, პარტნიორობა უნდა. ბოლო ვენახში უნდა. სიყვარული ვენახში, სიყვარული მთაში, სიყვარული ზღვის პირზე, სიყვარული, რა ვიცი, რაც გინდათ ის მიიღეთ. უნდა და რა ქნას. უასოზე აქვს ყველაფერი, მხოლოდ უნდა. ვანე ხო, სიყვარული ვენახში. ზმეიკიანი წაბლი უნდა. კიდევ ერთი მე ვიდაგე. რომელი ვარიანტიაო? რას ველაპარაკები? ხა. ფარაზე კომერციული უნდა, რა პრობლემაა? ხა. ძმაკაც გაგონებს ყველაფერი უზეო. ვაი შენ არა, ვაი მას. ვაი მეო არა, ვაი მას. არა ბიჭო. ვაი მე ამოიღეთ მეგობრებო, საერთოდ გონებიდან. ვაი მე ეს არ თქვათ. ასე უნდა თქვა, ვაი მას. ხა, ვისი თქმა სურს? არა, სურს ერთი მეგობრებო. ამბიცია დიდი აქვს ამ ადამიანს, ხო? თვალეზე კომერციული ხო? ამბიცია კი ძალის გამოყენებით. ამბიცია კი ბრძოლა მეგობრებო. ამბიცია. ხო, ამბიცია ხარ თქვენ. თქვენ ძალიან კარგად იცით ეს ადამიანი ისე გამკეთებელიცა. ჩვენ აქ ყოველ ჯერზე ტყუილად არ ვართ, არ ვიკრიბებით. ხო, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ისეც და ასეც, ხო, მეგობრებო? თავდასხმისთვის, ბრძოლისთვის შეიარაღებული ვართ, გაფრთხილებულები ვართ და შეიარაღებულები ვართ. ამიტომ იცოდეთ და ელოდეთ ამ ადამიანს და იცოდეთ რომ ეს ადამიანი სპასობნია ყველაფერზე. ხო. აი მე მაი არ გეთქვა ხო და დაგეკალი დანით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რისი გამკეთებელია ეს ადამიანი. აი ძალიან კარგად იცით. როგორა? დაკლულია დანით. ათიანების ხმლებშია, დანგრეული, განადგურებული, დამწუხრებული, მოკლული, დაკლული, გულზე ხელებ დაკრეფილი და ტარზე ვენოკი. აი ასეა, მეგობრებო.
ჩდა მტირალი წყლისაპირსა, შავი ცხენისა და ვითა ყვალომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგა მაბჯარ უნაგირსა. ეს მომეწონა. ანა მარია, შენი ფერი რაღაცები უთხარი წუხელეს იმას ჩვენ რო ვიცით. მაი მოგვიწევს ნამდვილად. ხო, წასასვლელი იქნები კი? მომზადილი თუ ხარ იგია საქმე. ხო. არა, ისე რა მაინტერესებს მეგობრებო. ამბიცია აქ ერთია, მაგრამ ზოგადად მისი საქციელი რას გააკეთებს ამისთვის? ვაი, საცოდავი ამის დღე. ამარა უნდა გააკეთოს მე. დედა, ეს ადამიანი ვერანაირად, ეს ადამიანი მეგობრებო, ახლა უბრალოდ შეხედეთ ახლა ამას. ნახეთ რაც ეჭვიანი, ტყუილი, არასტაბილურება, ცვალებადი დაბრკოლებები, მოღალატე და ნუ ეხლა ხალატი ყველასა სხვადასხვანაირი. ხო, ამას უყურეთ ეხლა. აი შანსის არ გამოყენება, ხედავთ ხო? არასწორი გადაწყვეტილება, არასწორი ქმედებები, არასწორი საქციელები და ამ მისი უტვინობით, რომელიც უასოზე აქვს ყველაფერი, შანსის არ გამოყენება. ახლა ესა დეგრადირებული სიტყვა, რომელიც ანა მარიას უყვარს. და მე რა გავაკეთო ეხლა? არ მეტყვით. ხო. რა ის გამკეთებელი ახლა აგი ხომ არ მეტყვით. ხო. მისი მოქმედება როგორი იქნება? მისი მოქმედება, მეგობრებო. ეს ადამიანი თუ გეტყვით, მაგალითად, ესა ტყუილები. პირველი ამოვიდა ეს. ეს ადამიანი თუ დაგპირდებათ, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ასე გავაკეთებ, მე ისე გავაკეთებ, მე ამას ვიზამ, მე მეგობრებო, არ დაუჯეროთ. ამ ეტაპზე არ დაუჯეროთ. ზოგმა ამ ეტაპზე არ დაუჯეროთ და ზოგმა საერთოდ არ დაუჯეროთ, მეგობრებო. არ დაუჯეროთ. არ დაიჯერო. ნახეთ რა წერია? დრო არ დაკარგოთ ტყუილად. არ დაიჯერო. ეგ სიყვარული. ხო. მოგეწონათ ხო? ეს ადამიანი ერთი ნაბიჯით წინ მოდის, ორი ნაბიჯით წავა უკან. ხო. მოვა მეგობრებო, დაგაჯერებთ, მერე 10 დღე დაიკარგება. ცირკაში. კლოუნი. ესა კლოუნი. ეს კლოუნიც არა მეგობრებო. ეს კლოუნიც არა. ნუ ყველასთან რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ბოლო რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? აი ხო გეუბნებით, ახალ შესაძლებლობებს მოძებნის, ახალ გზებს მოძებნის, ბირით, ტივით, ნავით, საპაროჟეცით, არ ვიცი, მეგობრებო, ბალოჩი ცურავს ეს ადამიანი, ვერაფერს, ამ ეტაპზე სრულიად ვერაფერს, ერთ წრეზე იარს. მერე ბოლოს რას იზამს? ვერაფერსაც ვერ იზამს მეგობრებო. რას იზამს? ამ ადამიანს ერთადერთი რაც შეუძლია არის კამათი. ამ ადამიანს ერთადერთი რაც შეუძლია ის რომ გაიგნორებთ. თქვენი გადაწყვეტილება ამ ადამიანს არანაირად არ მოსწონს. სულ გაქვთ აზრთა სხვაობა. თქვენ ამბობთ ერთს, ის ერეკება მეორეს. ცადა დედამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთიდან. გემოვნებითაც, აზროვნებითაც, შეხედულებითაც, შეიძლება ასაკითაც, შეიძლება რელიგიითაც. რა ვიცი, მეგობრებო? არ მაქვს კითხვაზე პასუხი ნუგზარი.
ხო? რადიკალური განსხვავებულები ხართ მეგობრებო. სადა დედამიწასავით. სად შენ და სად მე ეკაო. იქნებ ეკაქვიათ რომელიმეს, რა ვიცი. ხო. სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? თქვენს ურთიერთობაში სამყარო თუ დაუშვებს ცვლილებებს. მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? როგორც კი ამ ადამიანს მიეცემა იმის შანსი, რომ რაღაც ახალის დაწყების უფლება მიცეთ, აი ეგრევე შეცდომები მეგობრებო. ნახეთ? ანუ ხვდებით ხო? უსამართლობა. მეგობრებო, მე არ ვიცი ახლა გავიმეორებ, რადგან საჯაროა, ძალიან გთხოვთ თქვენი სიტუაცია აიღეთ, მაგრამ ბევრ წილად, ბევრ შემთხვევაში თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, მაგრამ სამყარო თქვენ ურთიერთობას, აი ხო გეუბნებით, როგორც კი ამ ადამიანს იმის საშუალებას მიცემთ, რომ თქვათ ერთ შანსს კიდევ მიცემთ, ხო? ჩათვალეთ, რომ უარეს ბალოტში ხართ შესული. ტყუილი, შეცდომები და უსამართლობა. ტყუილი და უსამართლობა. სამკუთხედები, ბრძოლები. სამკუთხედები მეგობრებო. რისი თქმა სურს ამ ადამიანს? რისი თქმა სურს ამ ადამიანს? რისი თქმა სურს? ძალიან ნანობს თქვენს დანაკარგს. ძალიან ბოღმა აღჩობს, შური აღჩობს. ბოღმა ხო, შური და ბოღმა აღჩობს, მეგობრებო. ხო, ძალიან ცუდათაა. ხო, წავიდა თვითონ. დააშავა თვითონ. ან შეგიქმნათ სიტუაცია ისე, რომ წასულიყავით თქვენ, დაგეტოვებიათ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ერთად არ ხართ. ეს არის მის გამო. მისი ბრალია ერთად რო არ ხართ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წავიდა პირველი. მისი ბრალია რო ერთად არ ხართ. ხო. კონფლიქტი. ბევრი შემთხვევაში უცხოელი მამაკაცია. ბევრი შემთხვევაში არის უცხოეთთან დაკავშირებული გზა, შეიძლება იყოს კიდევ გაუცხოება. ეს ადამიანი ეხლა, მეგობრებო, ძალიან საშიში პიროვნებად ითვლება. თქვენთვის საშიშია ეხლა ეს ადამიანი. ამ ადამიანის მოახლოება თქვენთან რაღაცნაირად თქვენთან სტრესის და დეპრესიის საშიშროებას აღძრავს. მოდი ასე ვიტყვი. ხო, ეს ადამიანი არის მკაცრი, ეს ადამიანი არის დაუნდობელი, ეს ადამიანი არის ზოგიერთებთან შეიძლება რეციდივისტიც იყოს, ზოგიერთებთან საშიში ადამიანი, მანიპულატორი, აი რა ქვია მაგას, რო აბულინგებს ადამიანებს. აი რაღაც ესეთი მსგავსი მეგობრებო. ნუ ვისთან როგორ და ვისთან როგორ ეხლა? მონეტების მეფე და ცხრიანების მონეტა. კოშკი. ამ ადამიანს თქვენი სახით ძალიან ბევრი მიღწევები ჰქონდა. გონივრულად თან. ამ ყველაფერს აკეთებდა გონივრულად. აი ასე ვიტყვი მეგობრებო. ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებდა გონივრულად. იმ დროს, როდესაც ერთად იყავით, ეს შეიძლება მერე გააცნობიერა, რომ დააშავა და თურმე ყვარები ხართ, თორე იმ დროს მოქმედებდა გონივრულად. მისი გონება იმაში იყო, რომ თქვენგან შეიძლება ღებულობდა ფინანსებს, ან ფინანსურ ენერგიას, ენერგიის წყარო იყავით ფინანსების მისთვის. სამაგეროდ ეხლა აქვს კოშკი. ხა, გრევებშია ეს ადამიანი.
ნანგრევებში. ამ ადამიანს მეგობრებო, ეხლა ვიტყვი კიდევ, ეხლა თლასასწაულს ვიტყვი. ეს ადამიანი თუ ბიზნესმენია. ამ ადამიანს თუ რაღაცა თავისი საქმიანობა აქვს. შეიძლება მართლაც გქონდეს, იმიტომ რომ ვხედავ მის ხელში ფინანსებს, რაღაც დაგროვებული აქვს. ეს ღარიბი არა ეხა ეს ადამიანი. შეიძლება ამ წუთას აკლია ფინანსური ენერგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინანსურად გაჭირვებულია. ამას ტვინში უჭირს, თორე ფინანსურად არ უჭირს. ეს ისეთი წუწკია, რომ ამას ფინანსები ჯერ კიდევ აქვს. ამას თუ კი ყავს ბიზნეს პარტნიორი, ან ყოფილი პარტნიორი, მეგობრებო, იცოდეთ, რომ იქ რადგან ჩვენ გვაჩვენა მაგია და მაგიური ზეწოლა და ჩარევები, შეიძლება ეს ყველაფერი მომდინარეობდეს ამ შურის მაძიებელი ადამიანიდან, ვის ცხოვრებაში არის, ან ახლო წარსულში, ან გვერდით ვიღაც ადამიანი, ვისაც შურს მისი, ვისთანაც კამათობს ეს ადამიანი თქვენზე. იქ ჩვენ გვაჩვენა, რომ ვიღაცასთან კამათობს. მეგობრებო, ძაღლის თავი არის დამარხული აქ. აი ამ წუთას. ამ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვისაც შურს მისი. ვისაც შურს თქვენი ურთიერთობის, ვისაც შურს ამ ადამიანის სიყვარულის და ეს სიყვარული თქვენ ხართ. ამ ადამიანს შურს აი რა ვთქვა, ეს ხართ ეხა თქვენ, წარმოიდგინეთ, ეს ხართ ეხა თქვენ და ეს ადამიანი გვერდიდან შურის თვალით გიყურებთ. ეხლა უბრალოდ რო აგიხსნათ ზუსტად დეტალებში. ესა შურიანი ადამიანი, ეს ხართ თქვენ და ესა თქვენი პარტნიორი. მოგეწონათ, ხო? ხო. ეს ადამიანი ეპრანჭება მას, ეს ადამიანი არის ღვარძლიანი, ეს ადამიანი არის შურიანი, ბოღმიანი, ადამიანი, რომელიც ეპრანჭება, ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესები. რა ინტერესები აქვს ერთი? ეხლა უნდა ვკითხო. ანა მარია, ეხლა შენ მაგის დარდით ღამე არ დაგეძინება. ყველაფერი გულთან რა ვამიკაკ, ქალო? რა დაგემართოთ, ხალხო? სუსიდარდი ჩემო დაიდარდო. მეგობრებო, ამ ადამიანს რა უნდა თქვენი პარტნიორიდან, ეხლა უნდა ვკითხო. ტრიუმფი, მიღწევები, ამ ადამიანს აქვს რაღაც იდეები, თქვენს პარტნიორთან დაკავშირებით. შორს იხედება ეს ადამიანი, შორს ხედვაში გულისხმობს სამომავლო გეგმები აქვს მასთან. რა მოვიდა? შემოსავალი, წინსვლა, მოლოდინი, სურვილების ასრულება, ახალი იდეების განხორციელება და ცვლილებები. ეს უნდა ამ ადამიანს. ხა. გამოუვა? ეხლა გამარკვევ თუ გამოუვა. ჯერ ვკითხო კიდევ რა უნდა, რა ბები ამისის უნდა. კიდევ რა უნდა? მაგიები და манипуляციები. აი რაც უნდა. თქვენი ამოყირავება უნდა. ხა. თქვენი ამოყირავება უნდა. თქვენი მუშორება უნდა. და ეს ყველაფერი თავისთვის უნდა. აქ მაგიებიც არის. манипуляციები, მაგიები. ეხლა მინდა დასვა ესეთი შეკითხვა, გამოუვა? ის რასაც ეს ადამიანი ფიქრობს. აი, გადამიცვინდა დასტები. ერთი წუთით მეგობრებო. ეხლა თუ დავიკუნცხე, იქნება. თუ არა და რომელიმე თქვენთაგანს დაგიძახებთ მეგობრებო. დედიკო. აი ესე იცის. არის ლოგინის ქვეშ შევძვერით, როიცოდეთ. და მეგობრებო. ხო, ისე გადაცვივდა კარტები, რომ აი როგორ წავიკითხო, ეხლა აღარ ვიცი. ერთი წუთით. ეხლა გადავჩეხავ მეგობრებო, რა კარგად საუბრობდა და ნახეთ რა ქნა. არ უნდოდა რომ მეთქვა, ეხოაზე ხართ. საზიზღარს. ამ საზიზღარს არ უნდოდა რომ მეთქვა. თუ
გამოუვა ამ ადამიანს, თუ გამოუვა, ისი ჩაფიქრებული, თუ გამოუვა. არა, მეგობრებო, გამორიცხეთ. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ გამოუვა. არ გამოუვა, მეგობრებო. გეგმები ჩაეშლება, დანაკარგები, დაკარგავს ფინანსებს, დაკარგავს ძალას, დაკარგავს ენერგიას, დაკარგავს ჯანმრთელობას, ცუდ ამბავს გაიგებთ ამ ადამიანზე, პირიქით. აი ესე. ხა, პრობლემები აქვს ამ ადამიანს. ამ ადამიანს აქვს შეექმნება პრობლემები, აი ამას გაიგებს. გაიგებთ ამას, მეგობრებო. რო ცუდათაა. ხა, თუ გამოუვა. არა, მეგობრებო. თვარე. ძალიან ცუდ რაღაცას გაიგებთ ამ ადამიანზე, მეგობრებო, რო იცოდეთ ისე. ხო, ეხა შეიძლება არა სასიამოვნო და სასიხარულო, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ხო. ძალიან ცუდათაა, მეგობრებო. გაიგებთ მის ცუდად ყოფნას. ხო. მის ცუდად ყოფნას გაიგებთ. ოჰო. ცხრიანების ხმალი. მეგობრებო. რა ვთქვა, მაგრამ კარგ ამბავს ვერ გაიგებთ. ეს არ იქნება კარგი ამბავი. ცხრიანების ხმალი და ათიანების ხმლები უკვე ტარზე ვენოკია. ვის ცუდად ყოფნას ანამარია და ვინც გიკეთებდათ რაიმე სიგლახეს იმ ადამიანის. ეს შეიძლება ახლა ერთეულებთან იყოს, მაგრამ ადრესაც მონახავს ეს ლაივი. ეს საჯარო ლაივი მივა იმ ადამიანთან, ვისაც ჭირდება ამის გაგონება. რა თქმა უნდა, ჯადოს ვინც აკეთებს, იმის დღეები დათვლილია. ცხრიანების ხმალი, მეგობრებო, ნუ რა ვქნა, ათიანების ხმალი ცოცხლად დასაფლავებაა. ხო. ჯადო, მეგობრებო, ადამიანს კლავს, იცით? არ ვიცი რამდენმა იცით. ჯადო კლავს ადამიანს, ჯერ უჩენს დაავადებებს, შინაგან დაავადებებს აჩენს, მეგობრებო, და მერე კლავს. თუ ვერ მიხვდება ის ადამიანი, რომ მას ჯადოები აქვს გაკეთებული და საკუთარ თავს ვერ უშველის, ხო? კვდება ის ადამიანი, რო იცოდეთ. ხო. და ჯადო ისე აკეთებს, მეგობრებო, რომ ექიმი დიაგნოზს ვერ სვამს. ხო. ანალიზის პასუხებში არ ჩანს. დიაგნოზის გარეშე კვდება ადამიანი, მეგობრებო, რო იცოდეთ ისე. ხო. აი ასეა, მეგობრებო. აი ეს ყველაფერი ამის გამკეთებელს უბრუნდება. თუ უკვე არა აქვს დაბრუნებული, ჩათვალეთ უბრუნდება. იქნებ ზოგს მართლა აქვს. მეგობრებო, აი ქვემოდან რა არის? წუხილი ნერვიულობა, ხო, ღელვარწმენის დაკარგვა. ხო, ახლა უკვირდეს შეიძლება ამ ადამიანს თუ ცუდად არის, შეიძლება უკვირდეს რატომ არ ასეო. რით დავიმსახურეს? წარმოიდგინეთ ახლა, იმასაც ვერ ხვდება ადამიანი, რომ რა დააშავა. ეს ადამიანი იმასაც ვერ ხვდება, რომ დააშავა. რა დავაშავეო ეს რომ ჭირსო? ხო, დამპალია, აბარა. რა დავიმსახურეო ასეთიო. მაგრამ იმას კი ვერ ხვდება, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი საზღაურია გადასახდელი ამ ხელა რაღაცაზე სისაძაგლეზე რომ მიდიხარ, შენი ჯანმრთელობის ფასად მიდიხარ, შენი შთამომავლობის ფასად მიდიხარ, სულს ყიდი, 7 შთამომავლობის. ხო. ანამარია, შენ არაფერი არ დაგემართება, არ ინერვიულო.
მეგობრებო, ხო, გავაგრძელებ ახლა. ნუ გავარკვიეთ უკვე ამ ქალბატონს რა დაემართება. ხო, უფალმა მიხედოს ყველას თავის გზაზე. წმენდები არაა საშიში. პირიქით მეგობრებო, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ წმენდები. თქვენ თუ კი იცით, რომ თქვენ გაქვთ გაკეთებული ჯადო, თქვენ ჯერ საკუთარ თავს უნდა უშველოთ. ხო. თქვენ რო წმენდებს იკეთებთ, მეგობრებო, თქვენ იქ ხომ არაფერს უთითებთ, უბრალოდ თქვენ იკეთებთ წმენდებს. როდესაც თქვენ წმენდებს იკეთებთ, ეს ცუდი ავტომატურად უბრუნდება პატრონს. თქვენ იქ არავინ არ დაასახელოთ. უბრალოდ გაიკეთეთ წმენდები და თქვით, ვინც რა გამიკეთა დაუბრუნდეს უკან. ავტომატურად უბრუნდება უკან ყველაფერი, მეგობრებო. ეს თქვენი თავდაცვის ერთ-ერთი ხერხია. ხო. ბატონო. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ხო, მხოლოდ წმენდები გაიკეთეთ, მეტი არაფერი მეგობრებო. საკუთარი თავი გაიწმინდეთ, გაისუფთავეთ, ხო? დანარჩენი თავისით მოხდება. იმ დღიდან, რა დღიდანაც წმენდებს დაიწყებთ მეგობრებო, იმ დღიდან ხდება ეს ყველაფერი, უკან დაბრუნება. თქვენ რა აგონიათ? სამყარო ჩალით დახურული გონიათ მეგობრებო? არავით არის. ამ ადამიანს დაჭირდება ფსიქოლოგი, ნერვოპათოლოგი, თერაპევტი, ქირურგი, ნეიროქირურგი, რა ვიცი, ყველაფერი. ეგება მესაფლავეც, ღმერთო მაპატიე. ხო, ეს მაგაზეც იგულისხმება. იმის სპეციალისტი, რაც ჭირს ადამიანს და თუ გტება, მესაფლავე ჭირია ნამდვილად. ხო, რა ვქნათ? ხომ არ მეტყვით? რა ვქნათ? აუხტენელი ოცნება. თქვენ ხართ მისი აუხტენელი ოცნება. გაუშვათ უნდა თავის გზაზე. ხო. მე ყოველთვის ასე ვიცი, რაც მისურვე დაგიბრუნოს უკან ათმაგად, უფალმა. დამთავრებულია, ხო კარგი მისურვე, ხო და კარგი დაგიბრუნოს უფალმა კაცო. და ცუდი თუ მისურვე ხო რას ამბობ, წაგლეკავს დედაბუძიანად. ხო. ეს არის ლოცვა, ერთ-ერთი უნიკალური. რაც მისურვე ათმაგად დაგიბრუნოს უფალმა უკან. რა თქმა უნდა, ნამარია. ადამიანს როგორ დავწყევლი? აბა რა თქმა უნდა. მეგობრებო, და მაინც. აი ახლა თქვენს პარტნიორს უფლება რო კონდეს. კიდევ ერთხელ შევეკითხები. აი ახლა პირისპირ რო იდგეთ. თქვენ და ის. აი ესე პირისპირ რო იდგეთ, თქვენ და ის. რას გეტყოდათ? აი რას გეტყოდათ, მეგობრებო? აი გულით, სულით, მთელი არსებით, რას გეტყოდათ? ოჰა. სასწაული. ხედავთ, რა მოვიდა? მიყვარხარო გეტყოდათ. ურთიერთობის აღდგენა მინდაო გეტყოდათ, დაწყება მინდაო გეტყოდათ. მე მწამს რომ ჩვენ ყველაფერი გამოგივა. ლენჩი. არადა, აუხტენელი ოცნება ხართ მისი. და წარმოიდგინეთ ახლა მეგობრებო. ლენჩი აბა რა. ამ ადამიანს აქ გაორება. შეიძლება იყოს ორიანებთან კავშირში გაორება. დღეს ასია ხვალისე, ისე ფიქრობს. დღეს ამას აკეთებს, ხვალ იმას აკეთებს. დღეს ამას გეუბნებათ და მაინც იმას აკეთებს. მეგობრებო, ესაა გაორების კარტი. მინდა თუ არ მინდა? მოვიდე თუ არ მოვიდე? მიყვარხარ თუ არ მიყვარხარ? დღეს უყვარხარ ხვალ არა. დღეს მოდის ხვალ არა. დღეს მოვიდა ხვალ წავიდა. მოვიდა წავიდა. წასულ მოსული ჭკუისა. ამას რა უნდა მაც არ იცის. ბალზია და ტყემას ჭამს. ანა მარია,
დაუკვირდით, აბა თუ არ ვამბობ სიმართლეს მეგობრებო. აბა დაუკვირდით ახლა. ელოდებით, ხო? რამდენი ხანია ელოდებით, მეგობრებო? რამდენი ხანია რო გპირდებათ ეს ადამიანი? ეხლა იყვით რო კარტი ტყუისო. აბა ჩაიხედეთ თქვენ გულში ახლა. რამდენი ხანია ელოდებით ამ ადამიანს? რამდენი ხანია გპირდებათ მოსვლას? დღეს და ხვალ არ დაილია. უშაბათო კვირაში მოდის. იმ კვირაში მოვა, რომელ კვირაში შაბათი არ იქნება. კვირდებათ. უასოზე კვირდებათ ყველაფერს. უშედეგოთ. უიმედოთ. ანა მარია, რო ვერ მოდის ხო ხედავ, შენ კიდე? სადაა თუ მოდის? აბა მითხარით ახლა რომელთან მოსულა? რომელიმესთან მოვიდა? 2 წელია მე თქვენთან ვარ. აბა მითხარით ახლა რომელიმემ ამ 2 წლის განმავლობაში ვინმესთან მოსულა? პირისპირ დაგიდგათ? მეგობრებო, აღიარეთ ახლა. ხო. აი ხო ხედავთ? ხო. არც უთქვია ბატონო. არც უთქვია მოვალო. ხო. ასია კი. ასია. არ ტყუის დასტა არასდროს. კარტი არასდროს არ ტყუის. კარტი გაჩვენებთ უბრალოდ რეალურ გზას. ამ გზაზე ასეა, ამ ლოდინით ასეა. თუ არ დაელოდები, ისეა. ბატონო. მაგას მოსლა არ ქვია, იუზერ, მოდის და მიდის. აი თქვი წეღან. მაგას მოსლა არ ქვია. აი რომ მოდის და მიდის. არც ის აიმაში არ გაამართლოთ ადამიანი და არ გაგიხარდეთ ახლა ის რომ თქვენ გამო თურმე სადღაც კამათობს. აბა თურმე ახლა კამათობს და თქვენ ორი ნაბიჯით წინ ხართ ახლა და გიხაროდეთ ეს ამბავი რომ თურმე ვიღაცასთან კამათობს თქვენს გამო. თავში გვაუხლიათ მეგობრებო. იმფერი უკამათიათ რომ დაუკლიათ ერთმანეთი. აი დარდი. ხო. რა თქმა უნდა, იმფერი უქნიათ რომ დაუხოციათ ერთმანეთი მეგობრებო. აგერ დარდის სულ კვირაში. არც მოფრენილი მინდა და არც გაფრენილი. რა თქმა უნდა. აბა ახლა რა თქმა უნდა, თავის თავს იცავს, ეს აბა ეს სიმაქნიზა ბიჭუკელა. ბიჭუკელა, ასაკია სხვაობა. ან ადამიანი იქცევა ბავშვივით. ამას რაც არ უნდა ასაკი მიცეს, ტვინი არა აქვს მეგობრებო, ხო მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. აჟიკოა, ხო. ელასტიკოა, იგია ელასტიკო. მას რადიოზე აქვს თმები დაყენებული. ნახეთ ქოჩორი რა ფერა აქვს გადაბარცხნილი. რადიოზე დაიყენე თმები, ხილხან. ხო. მეგობრებო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს, მეგობრებო? იყავით იქ, სადაც ხართ. დაკავდით იმით, რასაც აკეთებთ. შეინარჩუნეთ თქვენი ენერგია, თქვენი ფინანსები. ფინანსები არის თქვენი ენერგია, სასიცოცხლო, ხო, მეგობრებო? აბა დააკვირდით ახლა, ფინანსები თუ არ გაქვთ, კარგად ხართ? ხო არ ხართ კარგად? ხო, ამიტომ მოუფრთხილდით ფინანსებს. ფინანსური ენერგია იკეტება ყოველთვის, როდესაც არასწორ გზაზე მივდივართ. ისე რომ იცოდეთ, დააკვირდით ამასაც მეგობრებო. როდესაც
ფინანსები გვეკეტება, აი მანდვე უნდა შეჩერდეთ და უნდა დაუკვირდეთ და კითხოთ თქვენს საკუთარ თავს. გზა ხო არ შემეშალა? აი ეს უნდა გააკეთოთ. იმიტომ რომ ფინანსური წყარო იკეტება მაშინ, როდესაც არასწორ გზაზე ვდგავართ. აი ასეა საქმე. ამიტომ მეგობრებო, დააკვირდით კარგად. ფინანსებს და ჯანმრთელობას. ხო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? დაკავდით თქვენი ცხოვრებით. იფიქრეთ თქვენს ფინანსებზე, თქვენს სტაბილურობაზე, თქვენს ფუფუნებაზესა, ფუფუნებაში მყოფი ადამიანი. საკუთარ თავს ასიამოვნეთ. რა თქმა უნდა, ანა მარია. აჰა, კიდე გადამივარდა. მეგობრებო. საკუთარ თავს ასიამოვნეთ, ხა. მოშორდით ისეთ ადამიანებს, სადაც გააქვთ გამიშვი დამაკავე, პაექრობა, ანუ ვისაც თქვენი არ ესმის, ვინც ადამიანი ტკივილს გაყენებთ, ვინც რომელი ადამიანებიც თქვენ გტოვებენ, ხა. გაუშვით. გაუშვით მეგობრებო, გაუშვით. ხა. მეგობრებო. ნახეთ ახლა. ქორწინება, განქორწინება. ქორწინება და უთანხმოება. ურთიერთობა და უთანხმოება. მიხვდით, ვის რომელი გაქვთ ახლა? ვის რომელი გაქვთ? რომელიც არ უნდა გქონდეთ. აქ ახლა რაც მახსენე, არც ერთი არაა კაი. ხო. ამიტომ არ იფიქროთ ახლა ურთიერთობაზე. თქვენ ახლა ურთიერთობაზე არ უნდა იფიქროთ ზოგადად. ხო ახლა ვინმე თუ დაწერს იმას, რომ მე არ ვფიქრობო. თქვენი რა ქვია მაგას? ვაიმე მეგობრებო, ცუდად ვარ უკვე ისე მომთქნარებს, უკვე ცუდად ვარ. თქვენი ენერგეტიკა ამბობს ამ ყველაფერს, თქვენი რა ქვია მაგის სიტყვა და მავიწყდა მეგობრებო, იქნებ მომაწოდოთ ვინმე აზრი. ხო. ქვეცნობიერი ხო? აი ნანა, მადლობა. თქვენი ქვეცნობიერი ამბობს ამ ყველაფერს მეგობრებო. იმდენად გაქვთ ახლა დალექილი ეს ყველაფერი გონებაში. თქვენი ქვეცნობიერი ამბობს ამას. ეს არის ურთიერთობა მანძილზე. აქ მანძილიცაა პლატონური მეგობრობა, პლატონური სიყვარული. როდესაც ადამიანს ხედავ და ვერ ეხები, შეიძლება ხელშეუხებლები ხართ. შეიძლება არასდროს არ გინახიათ ერთმანეთი. ვიღაცასთან კიდევ შეიძლება იყოს აკრძალული ხილი. აკრძალული სიყვარული. ხო. ესე შეიძლება იყოს. დაკავდით თქვენი სურვილებით, თქვენი ფინანსებით, თქვენი ოცნებებით, იმუშავეთ საკუთარ თავთან, რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ, მეგობრებო. არ ხართ ჯერ კიდევ გამოსულები. რაღაც ნაწილაკები მაინც არის დარჩენილი. როიცოდეთ ისევ. შეიძლება ბევრმა მართლა დამიწეროთ, რომ მე აღარც ვდარდობ, აღარც ვფიქრობ საერთოდ, აღარც ვნერვიულობ, მესმის. აღარ ნერვიულობთ, იმიტომ რომ რაღაც ეტაპი გავლილი გაქვთ ტრანსფორმაციის, მაგრამ ტრანსფორმაცია ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ხვალ და ზეგ და მორჩა. არა. ხო, ატყობ, ხო, შენც რო უნდა მოსვა. შენ წარმოიდგინე პირიც გამიშრა, მეგობრებო. და აი ჩემი ჭიქა. ჭია, მაია, ხვალ თუ კაი დარია, გააფრინდი. მეგობრებო, ნახეთ რა საყვარელი ჭიქა მაქვს. ჭია, მაია, ხვალ თუ კაი დარია, გააფრინდი. ხო.
მეგობრებო, დავლიე მოვთქვია ნავარია. ხო. ცოტა ადრე გეთქვა შეკალო. ხო ხედავ, დამავიწყდა. კი არ შემახმადა მეწეპა ერთმანეთზე. მეგობრებო. გაიგებთ ამბავს. გეუბნებით მე თქვენ. ჭორის სახით რაღაც ამბავს გაიგებთ. რაღაც ამბავს გაიგებთ მეგობრებო. ვიღაცის ამბავს გაიგებთ. რაღაც ამბავს გაიგებთ. ვიღაცაზე ამბავს გაიგებთ. დედიკო. გაიგებთ რომ ადამიანს ჭირდება დახმარება. გაიგებთ იმას რომ ვიღაც ადამიანს ჭირდება დახმარება. აი დედასპიცა ვარ. ვიღაც ადამიანს ჭირდება დახმარება. ამას გაიგებთ. რასთან დაკავშირებით იქნება არ ვიცი, ხა მე ვერ გეტყვით ეს რა დახმარება დაჭირდება ამ ადამიანს. ხო, მაგრამ მეგობრებო, ფარული მოტივით არაფერი არ გააკეთოთ. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, ჩათვალეთ, მიიღეთ გაფრთხილებად. ფარული მოტივით თუ კი ვინმე რაიმეს შემოგთავაზებთ, ან დამეხმარეს, ან რაღაც დამალულად და ფარულად, ხო, არაფერი მსგავსი არ გაიფიქროთ. არა, მეგობრებო. შეიძლება ადამიანმა შემოგთავაზოთ რაღაც გთხოვოთ დახმარება, მაგრამ ეს იცოდეთ რომ ეს იქნება რაღაც ფარული მოტივით, რომელიც კარგ გზას არ დაგაყენებთ, არ მიგიყვანთ კარგ სიკეთემდე რო იტყვიან, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ აირიდოთ რაღაც გაუგებრობა, იცოდეთ რომ ვინც რა უნდა შემოგთავაზოთ, არ დათანხმდეთ. სამყარო არ მოგცემთ, ხო ნახეთ, იმის უფლებას, რომ ფატალურობამდე მიხვიდეთ. სამყარო და ეს არის სირთულეები და სიძნელეები და უბედური შემთხვევა და ფატალურობა. ამიტომ მეგობრებო, სამყაროს გუშინაც ვთქვით, სამყარო გაძლევთ მინიშნებებს და ეს მინიშნებები ხელიდან არ გაუშვათ. ეხლა მინდა დავსვა ესეთი შეკითხვა, ხო. ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი ტაროს დასტით მეგობრებო, ინფორმაცია უფრო სწორად. ეხლა სანამ გადავალ ასტრაბარათებზე, მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. ნუ შეძლების დაგვარად სურვილისამებრ მეგობრებო, თუ კი გაქვთ პასუხის გაცემის სურვილი. აი გუშინ ვთქვი ლაივში, რომ ხვალინდელი დღე იქნება რაღაც მინიშნების, რაღაცის. აი თუ გქონდათ რაიმე მინიშნება დღეს. დღეს თუ გქონდათ რაიმე მინიშნება. მინიშნება შეიძლება იყოს ნებისმიერი. ნებისმიერი მინიშნება. მე მქონდა ესეთი მინიშნება. მე მაგალითად. ჩემს ჩვეულებრივ თორესეულ TikTok-ზე შევედი დღეს და ვხედავ, რომ ერთი ადამიანი მიგზავნის მეგობრობას. მეგობრებო, ხა გეტყვით გასაოცარ ამბავს. მინიშნება არის ბევრნაირი. უბრალოდ უნდა დაიჭიროთ თქვენ ეს მინიშნება, მეგობრებო. და გავაგრძელებ ახლა. ეს ერთი ადამიანი მიგზავნის მეგობრობას. ბიჭი. გავამახვილებ ყურადღებას. იყო ბიჭი. ბიჭი იყო, რომელსაც ედო, რომ ცხოვრობს გერმანიაში. ქართველი ბიჭი მიგზავნიდა გერმანიის დროშა და საქართველოს დროშით მეგობრობას. მეგობრებო. ხო. სახას არ ვიტყვი. გადმოვედი მე აქ ჩემს სამუშაო TikTok-ზე და ვხედავ, რომ აქაც იმ ადამიანს მეგობრობა ქონდა გამოგზავნილი. ეხლა როგორ ფიქრობთ? ეს არაა მინიშნება? მეგობრებო. ხო. აი ესეც მინიშნება.
უნდა დააკვირდეთ ყველაფერს, მეგობრებო. ყველაფერი უნდა გამორიცხოთ. ხო. ყველაფერი უნდა გამორიცხოთ. ინიშნებებს ძალიან ბევრს გვაძლევს სამყარო. უბრალოდ ვის როგორც და ვის როგორც. ამიტომ დააკვირდეთ. ხო. ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. მინდა ვკითხო კითხვა, მოდანახეთ. მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. უფლება რო გქონდეს თქვენს პარტნიორს, რას გეტყოდათ? აი თქვენ რომ მიცეთ უფლება. ან თქვენ მიცეთ უფლება, ან სამყარო მიცეს უფლება, ან მას რო გქონდეს უფლება. რას გეტყოდათ, მეგობრებო? რას გეტყოდათ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ამ ჯოხს ისე დაატრიალებდა, როგორც მას უნდა. მეგობრებო, აი რამხელა ამბიცია აქვს უყურეთ. ამ ადამიანს უნდა რომ იყოს მერლინი. მერლინი არის ჯადოქარი, ვთქვათ. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ რაღაცნაირად თავისებურად დაატრიალებდა ამ ჯადოსნურ ჯოხს. ხო. რას გეტყოდათ მე ამ ჯადოსნური ჯოხით? ვთქვათ, მისცეს სამყარომ და უფალმა მიცეს ახლა ამ ადამიანს ჯადოსნური ჯოხი. აი რას გააკეთებდა ამ ჯადოსნური ჯოხით? მეგობრებო. ნუ რას ფიქრობთ ახლა? რა შთაბეჭდილება დაგჭირათ? რამხელა ამბიცია აქვს ამ ადამიანს? აი შეიძლება იყოს ნარცისიც. რას გეტყოდათ ეს ადამიანი, ხო? ამ ჯადოსნური ჯოხით რას იზამდა იცი? ესე სარკის წინ როგორც კი ლოლიავება საკუთარ თავს, ისე უყარს ამ ადამიანს საკუთარ თავი, ხო? ისე საკუთარ თავზე იტყოდა, მეგობრებო, რომ რა მაგარი ხარ, ყველაფერი მე, კარგი მე, ყველაფერი კარგი მე. უბედური მისი დღე. ლენჩი. რას იტყოდა? რას გეტყოდათ? ამ ადამიანს ძალიან ბევრი სურვილი აქვს სათავისოდ. ფანჯრები და დარაბები, ნახეთ რამდენი რამე აქვს ჩამოწერილი. ქეთო და კოტეში როა ჩამოწერილი დაფთარი. ხა. ფანჯრები და დარაბებით იწყება სურვილები. ხა, ჩმო. ეს მომეწონა. სიტყვათა ლექსიკონში მაკლდა მაგის სიტყვა. წერილზე იკითხავს. ჩმო. უფ, მაგარია. სია, დავიჭირე ტერმინი, ჩმო. ხო, მეგობრებო, ნუ რა გააკეთოს ახლა? წერს აკითხულობს. რას გეტყოდათ კიდევ? რას გეტყოდათ მეგობრებო და ამ ადამიანს ესამყაროებით. თქვენ ხართ მისთვის ძალიან ისეთი მაღალფარდოვანი ადამიანი, სულიერად მაღალი ადამიანი, მაღალ ვიბრაციებში ხართ. გიყვართ ბუნება, გიყვართ ცხოვრება, გიყვართ სამყარო, გიყვართ ფერადი სამყარო, გიყვართ. ბევრ თქვენთაგანს ხელით კეთება გიყვართ რაღაცის. მაგისთვის ვართ ჩვენ აქ, რომ ვიხალისოთ. ეს ადამიანი ოქროს ხელებას გხედავთ, მეგობრებო. ვინ რას აკეთებდა, ვინ რას. ბიჭების შემთხვევაში შეიძლება ხელით კეთება გიყვარდეთ რაღაცეების, ხო, ან გამოგდიოდეთ რაღაცეები, მეგობრებო. ხო. ურო და ჩაქუჩი ლამის მეცდა მაქვს. კარდაკარ. ისე რომ იცოდეთ, მეგობრებო, კი. აი, შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა ოქროს ხელება, კი. იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ. გაყვანილობასთან ტექნიკა ჩართვა, ელექტროობა, ყველაფერი მეგობრებო. მონტაჟი. ერთადერთი რასაც ვერ ვაკეთებ, ჩემი ბავშვია. დანარჩენს ყველაფერს. ხო, რა ვქნა? მოგეწონათ, ხო? გაგეცინა, რომ არ გადააკვდი, იგიც მიგვირს. ხო. მოწვევა რატომ არ მომივიდა დღესო? მე არ გამომიგზავნია მოსაწვევი. არ ვიცი რატომ არ მოგივიდა. ხო. აგია, კი. არა და მაინც ფერი საქმე ახლას ვერ დაავალებ. ხო, თუ არა? მაგას ვერ ვაკეთებ. დანარჩენს ყველაფერს მეგობრებო. ნუ რა ვქნა? ასია, კი. ქალის მე ვარ და კაციც. მაგა ვაკეთო ახლა, ვარ მეტყვით.
ანა მარია ელასტიკებიანი მევიდა ზურაბა რამდენს ქვია რომლის პარტნიორს ქვია ზურაბა ზურაბა რა ვიცი მეგობრებო მომიტევეთ ხანდახან ესეთი საუბარი ნუ რა გავაკეთო ჩვენ ხო უნდა ვიხალისოთ ხა ულვაშები კი აქვს მის თურქების ავტობუსის მძღოლებით ხა ავტობუსის მძღოლებს რო აქვს ულვაშები მეგობრებო აი მე თეთა მეგობრებო ხო ხედავთ სიტყვა პასუხიც ამერია ანი ჰაადნაწევდეგო ემზე ჰაიდარ მოგიდგეჯო მევიდა კი მეგობრებო მევიდა ნუ რა გააკეთოს ხა მევიდა მოთქვა წყალი ხა ხო მოგადგებათ ასე მეგობრებო რისი თქმა უნდა და უნდა რომ ესე მოგადგეთ და გითხრათ ამ საღამოს რას აკეთებ ხო ხო კიდევ რას გეტყოდათ დაგპატიჟებდათ სადმე და მეგობრებო რა ვქნა მეგობრებო ნახეთ გამოდა რა მაგარი სურათია როგორ ფიქრობთ ეხლა ნახეთ როგორ მორბის ეს ადამიანი თქვენთან საცოდავი მისი დღე ლენჩი რა გააკეთოს ახლა თურქის მძღოლებით აქ მეთქი ხო გეუბნებით ეს ულვაშები 3-4-ზე კალმახიძეებებით მეგობრებო კინოში რომა კალმახიძეები ესე აქვს საუნდა დაგპატიჟოს და იქინე გეროიცი წამოკრავს ფეხს კი აი იმაში როა ნათქვამი აი ემად ფრთხილად იყავი ფეხი არაფერს წამოკრაო ხო მეგობრებო მასია კი იქინე და აქანე იქინეც და აქანეც ანა მარია ეს ადამიანი მოდის მაგრამ ნელი ნაბიჯები ძალიან ნელი ნაბიჯებით მოდის მაგრამ როგორ მოდის იცით მყარად ხა მოჩქარეს მოუგვიანდება კი ნუ რა ქნას ახლა ლენჩია ერთადერთი იცის რომ თქვენ ხართ საუკეთესოთა საუკეთესო შორის ეს ხართ თქვენ ეს არის ადამიანი ცეცხლის ტიქია ლომი ვერძი შულდოსანი ხა ეს შეიძლება იყოს ხარი თხა კურო ვერძი რა ვიცი ესეთი შტაბეჭდილება მჩება ახლა შეიძლება ამ ენერგიებში იყვეთ ძლიერები ხართ მეგობრებო აი გაუტეხელი შეუდრეკელი ძლიერები ხართ ხო ხუთმეტი წელია რითიც ვერ მოვიდა წაიქცა ალბათ გზაში ლომიაო ხო ლომებიც არიან ესეთები კი მეგობრებო მაიმე ანა მარია რა სარაკობ ულვაშებში მილიგოშდეს სამერია მიცუდა კი ბატონო რასაც მოუსწარი არ იქნება შენი რაც რის მოსმენასაც მოასწრებ ეს ინფორმაცია იქნება შენი ხო ასია მეგობრებო ესეთ იყო ასტრაბარათები ეხლა მოდი გადავიდეთ თუ კი გინდათ ზოდიაქოები მეგობრებო
ზოდიაქოები იქნებ ვინმეს გინდოდეთ, გაინტერესებდეთ ზოდიაქოები. ახალ შემოსულებზე, რა თქმა უნდა. ამოვიღებ ეხლა მე სამ ბარათს. ამოვიღებ სამ ბარათს მეგობრებო. და ნახოთ ეხლა რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. თევზები, ეს შეიძლება იყოს თევზები. თევზები. ლომი. შეშინებული ვარ, შორს უნდა დავდვა. თვარე. ბევრი შემთხვევაში არის თევზები, ზოგიერთების შემთხვევაში უბრალოდ. თევზები ეს ნიშნავს კიდევ ფინანსებსაც მეგობრებო. შეიძლება თქვენი პარტნიორი ახლა გადართულია ფინანსებზე და დიდ ფულს შოვიულობს, რადგან დიდი თევზები ხატია. ხო, აქ ისე შეიძლება აწყობილი ახლა საქმე, რომ კარგად მისდის და ამიტომ ფინანსებზე უფრო კარგად უმართლებს ამ ადამიანს. ხო. ეხლა რაც შეეხება მეორეს, ну რაც არის ხო. ამას რაც შეეხება მეორე, არა ეს მესამეა. მეორე იყო ლომი. ну კაი, რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ზოგიერთის შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი მთვარეში. დამთვარული მეგობრებო, დამთვარული. ნახეთ და შველას ითხოვდეს. ნახეთ ეხლა ხელი როგორ აქვს გამოწვდილი მიშველეო. მიშველეო ამბობს შეიძლება მეგობრებო. მთვარეზეა. შეიძლება თქვენ ხართ ეს მისი მთვარე, ზოგადად ქალები არიან მთვარის ენერგიებში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეს შეიძლება თქვენც იყოთ მისი გადასახედიდან და თქვენგან შველას ითხოვდეს. ხო, რაც შეეხება ლომს, ლომი, ეს ხართ თქვენ. ხო, ანუ თქვენი პარტნიორი შეიძლება იყოს ლომი. ну რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცასთან ლომია. ცეცხლის სტიქია, მეგობრებო, ძალიან მხურვალე, ძალიან ძლიერი, ძალიან მებრძოლი ადამიანი იყოს თქვენი პარტნიორი. ძალიან ბევრი ჭირვარა მიქონდეს, შეიძლება ამ ადამიანს ქარცეცხლი გამოვლილი. კი, ლომი. ლომებს ზოგადად დიდად სიყვარულში არ უმართლებს. ეხლა თქვენი პარტნიორი თუა ლომი, მეგობრებო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლომს აქვს ზოგადად ლომის სტიქიას სიყვარულში არ უმართლებს. რო იცოდეთ ისე. ეხლა თქვენი შეიძლება ისიც მითხრას, რომ მე მიყვარს ძალიან და მასე რატო ფიქრობსო? ფიქრობს არა, ესეა. იმიტომ რომ ლომი არის სულ სხვა სტიქი. ახლა გავამახვილებ ყურადღებას. ლომი თუ ვერ ღებულობს იმ ყურადღებას, რასაც გასცემს, მეგობრებო, ხო? იმ ურთიერთობიდან მიდის. თუ ლომს თქვენგან ყურადღება აკლია, მეგობრებო, გამორიცხეთ. გამორიცხეთ. ოხ, ლომი და ქარწული ერთად საშინელებაა. ჩემი გადასახედიდან საშინელებაა. სხვისი არ ვიცი. ლომი სულ სხვა სტიქია, ქალწული კიდე სულ სხვა სტიქია. ქალწული უფრო არის ჩემთან ასოცირდება, უფრო ქალწული აი ძალიან დინჯი, ძალიან ცოტა იცით როგორი, ნელი, ძალიან ნელი. ლომი ნელი არა, მეგობრებო. არიან ისე, ну მე ვერ დავდებ ხა თავს ვერავიზე, ნელებიც არიან კი. ხო, ვერ უგებდით, ვერ გაუგებდით. ქალწული და ლომი ერთმანეთს საერთოდ ვერ ეწყობა. არ მიკვირს. ხო, რადიკალურად განსხვავდება. მithumetes ქალწული თუ თქვენ ხართ და ლომი თუ მამაკაცია. მე უფრო ვიცი პირიქით შემთხვევაში. მე ვიცნობ ეხა მაგალითად, მე ვიცნობ ქალწულს. აი არანაირად არ ჯდება ჩემს ხასიათში. არ ვიცი მეგობრებო, ეხა კარგი და ცუდი ყველგან შეიძლება იყოს. ახლა ზოდიაქოებზე ნუ მივეჯაჭვებით. უბრალოდ მე ეხლა ამას ვსაუბრობ, იმიტომ რომ შეიძლება ზოდიაქო დაემთხოს რომელიმე თქვენთაგანთან პარტნიორზე.
არ ვიცი მეგობრებო, მე ზოგადად არ ვაქცევ ესეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას, სიმართლე გითხრათ. თავარია იყოს ადამიანი, მაგრამ კარგი და ცუდი ყველგანაა. ლომიც მინახია უტიფარი. ყველა მინახია ყველაფერში, ყველაში შეიძლება იყოს უტიფარიც. ამიტომ ამას ნუ მიეჯაჭვებით. დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ ახლა ამაგას. ხო. რომელიღაცის პარტნიორი შეიძლება იყოს კიდევ ქვემოდან არის ვენერა სიყვარულის ენერგიებში. ძალიან ისეთი ფოტოა. დედიშობილა ფოტოა. ქალის ძალიან ლამაზი ფოტოა ვენერა. მაინც ამოყვა ხელს მეოთხე ვიღაცის პარტნიორი შეიძლება იყოს სიყვარულის ენერგიებში. ლომი ესეთია, ნელი და ლომი როგორია მეგობრებო ახლა მეც ლომი ვარ, მაგრამ მე ნელი არ ვარ. მე ნელი პირიქით არ შემიძლია. ნელა საქმე არ შემიძლია. ნელი დაძინებული ზოგადად არ შემიძლია. სიდინჯე აქვთ ლომებს კი, მაგრამ ზოგი არის ნელი და ზოგი არის შქარი. გააჩნია ახლა ყველას თავისებური რაღაც აქვს მეგობრებო პლუს მინუსი. მე სიარულიც არ შემიძლია ნელი, სხვა რო არაფერი. მე სულ მეჩქარება მეგობრებო, რო იცოდეთ. მე ვარ ესეთი თვითონ. მე სულ მეჩქარება. ხო, ამიტომ მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. ცოტა გაბრუებული ვარ, მაგრამ ნუ რა ვქნათ. თქნარებაში მოუკვდი ამ საღამოს. ამიტომ კიდევ კარგი რო ვერ მხედავთ, თორე თქვენ რო ჩემი სახე დაინახოთ, ახლა მე როგორ ვარ გათიშული, მეგობრებო. მე მგონი საუბარზეც მეტყობა. ამიტომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე მინდა გისურვოთ. არაფერზე არ იდარდოთ, მეგობრებო. აიმე, ნეტა თქვენ. მოვა ის დრო, რომ თქვენც ჩემსავით იფიქრებთ. მოვა ის დრო, მაგრამ თქვენც უნდა ეცადოთ, რომ მოვიდეს, მალე მოვიდეს. ხო. გაიხარეთ, მეგობრებო. როდის ვნახო სიცილი? ანა მარია, როდის? რაღაცა დაწერე და მე გამომეპარა. ტყუპები და ვერძია. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას. მინდა იყოთ დალოცვილები, მინდა იყოთ ბედნიერები, ხალისიანები. გაიცინეთ, მეგობრებო. სიცილი ყველაზე დიდი წამალია ჯანმრთელობის, გუნებაგანწყობის, სიყვარულის და ყველაფრის. უებარი წამალია სიცილი. ხო. საკუთარი დადეგით სარკის წინ და საკუთარ თავს გაუღიმეთ. თბილი სიტყვები უთხარით. დაპირდით ის, რომ გულს არაზრს არ ადგენთ საკუთარ თავს. ხო. რო გეყვარებათ ყოველთვის, რო ყოველთვის პირველ ადგილას დააყენებთ საკუთარ თავს. ამის პირობა უნდა მიცეთ, მეგობრებო, საკუთარ თავს. უღრმესი მადლობა ყველას და ხვალ ხუჩაბათია, ხვალ არ ვიქნები, მეგობრებო. სამწუხაროდ ხვალ არ ვიქნები, იმიტომ რომ ხვალ მაქვს დაჯავშნილი პირადი გაშლა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. ამიტომ მე მომიტევეთ. სხვანაირად არ გამომდის და რა გავაკეთო? დაისვენეთ ხვალ. ხო, ხვალ დაისვენეთ. მშვიდობიანი ღამე ყველას და აბა დროებით. ხვალ შეიძლება ის მოვახერხო, რომ უბრალოდ საჯარო ჩაგიწეროთ, იქნებ შუა დღით მოვახერხო და ჩაგიწეროთ ჩვეულებრივი საჯარო რაიმე თემა. ხო. აბა დროებით. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ.